ამაო დაგლოცეთ. მადლი დაწესება. აი ბევრი ადამიანი არის, რომ აი გაბრაზებული არის, გამწარებული, ზოგს ვიღაცა მოუკვდა და ამის გამო შეიძლება ღვთისგმობაში არის ღმერთი არ წამს რა რაღაცა ან სულ პრეტენზია აქვს. აი მას როგორ მოერიოს ადამიანი? აი დაუშვათ გადაგეცვალა შვილი ან მეუღლე, აი ზოგი სულის გადასვლებაზეც ესე იგი ამბობს გაბროდებულია ღმერთზე და ადამიანი იმას უხდება რომ როცა სტუმრები და როგორც ხამ შობილი გადაიცვალა და ამის გამო ღმერთზე გაბრაზდა რა ვიცი ახლა სამუდამოდ ხარ ვიქნები ჩვენ ახლა და თუ შვილი გადაგეცვალა უნდა შევხედოთ ამას შვილის გადაცვალებას უნდა გავიხსენოთ რომ ღვთისმშობელი წუღურებდა ფიზიკურ გადაცვალებას მასწავლისა ასევე ჩვენი წინაპრები ხშირად ფიზიკურად დადგუნდებოდნენ სათნოების დაცვის გამო ქრისტესმენის გამო და ჩვენ რა ათომა გვიხარია ხშირად მოყავს ამ ათომის მაგალითი მაშინ ყველაში არის სიხარული და ეს ათომის სიხარული აბა დაფექტი რა არის რაში გამოიხადება შინაარსი რა რომ შენ გიხარია რომ გარდაცვალების შემდეგ მივდივართ სამოთხეში და ეგ კიდე რა ცხოვრება ხშირად მოყავს მაგალითი რომ 4 ადამიანისგან მიმიღია აღსარება ვისაც ქონდა კლინიკური სიკვდილი 4-ვეს უთქვია რომ სხეულში დაბრუნება არ უნდათ ისეთი სიხარული იყო იქ არის მწუხარება იქ არის შური სიძვილი ერთმანეთის გინება ლანცვა როდება იქ არის სიხარული სულიწმინდით და ეს წმენა და სიხარული მათ აღგმიზოს კი უნდა კონდეს ო თვითონ თუ გეკითხება მაშინ შენ იტირებ დროებით დაშორებას რომ ფიზიკურად ვერ ხედავ მაგრამ ნუგეში იქნება ის რომ შენი შვილი ისეთ ადგილას არის ან თუ არ არის ილოცებ მისთვის მოწყალებას გაცემ რომ მისი სული ხმეთან მოხდეს აი ეს ტვისტი ახლა როგორ უნდა შეუმსუბუქდეს ცოტა ადამიანს აი თუ შეიძლება ძალიან დიდი ტვისტია და უდიდესი ტკივილია უნდა ადვილია თქმა შეიძლება რომ შუბეს უთხრა რომ არ იტირო მაგრამ რეალობაში ვხედავ რომ იმ სულებმა მის ნაცვლად დაიწყებს სამონების ნუგეში მიეცათ მის ზიარებით ცხოვრება დაიწყეს არიან ესე იგი უფრო სულიერად არიან კარგად აი ერთი მშობლი ვიცნობ ესე იგი ერთ ოჯახს ესე იგი ქმარი ქართველია ეს სული რუსია და ორი შვილი ყავდა და არცეთი არ ყავდა თან ეს ქალი იყო მგალობელი და იერუსალიმშიც იყვნენ საბერძნეთში ყველგან ნახაც უყვართ აქ მოსვლა 13 ასური მამების და სალოცავებში ტაძრებში უყვართ სიარული და არ არიან უნუგეშობაში და ჩემთვის მაგალითია ორი შვილი ყავდა და არცეთი არ ყავდა და ესე იგი ადიდებენ ღმერთსა და ესე იგი მწუხარებით რა შვილი ჩვენ რა გამოვიდეთ ამ მწუხარებიდან ესე იგი რა არის საჭირო სამონების კითხვა არის ასეთი 118 სამონი მე-17 კანონი ქვია და გეჩებთ ვისაც შვილი გადაცვილი ეკითხოთ და მემართოთ აღსარებას ზიარების საიდუმლოებას და ვხედავ რომ ვუნდებიან ახლა იმიტომ რომ ზოგი თანდით გვდება ისეთ დღეშია ან საფლავიდან არ გამოდის და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ის საფლავთან არ მივდივართ მისი სული იქ არ არის მიწაში არის ეცაში სადაც არის ნეტარება სადაც არის სიხარული სადაც არის სიყვარული სადაც არის შვილი და სიძვილი არ არის შვილი და სიძვილი ახლა რომ მეთქვა მადლობა და გულწრფელად